ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები ისმოდა როგორც კრიტიკა, ასევე საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებები. უნდა მოვითხოვოთ სანქციები ამჟამინდელი მთავრობის და პარლამენტის საერთაშორისო იზოლაცია, თავისუფალი მედიის, პროევროპული ორგანიზაციების მხარდაჭერა, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ევროკავშირი უცხოური ჩარევის შესახებ მუდმივ აჩივის, მაგრამ ამას საქართველოში აკეთებს. ის მხარს უჭერს სახელმწიფო გადატრიალებას თბილისში, რომელიც უკრაინის სისხლიან ევრომაიდანს მოგვაგონებს, აწყობს დემონსტრაციებს, მასობრივ საპროტესტო აქციებს ქუჩებში. შედეგი ნათელია, მაგრამ ის კარგი არ არის. დროას წარმომადგენლის Facebook სტატუსი, რომელიც ტრამპის პრეზიდენტებას ეხებოდა მაკეენის ინსტიტუტის დემოკრატიული პროგრამების დირექტორის ლოლა თორტონის შენიშვნა მოჰყვა. თორტონი ამ სტატუსს პირფერობას უწოდებს, რაც შეეხება ამერიკის პრეზიდენტს, მას კრიმინალად მოიხსენიებს. მესმის, რომ საქართველოს ინტერესია ქართული დემოკრატიის მტკიცება, მაგრამ გვესმოდეს, რომ ის არის მოძალადე და კრიმინალი. ამიტომ ბევრ ჩვენთაგანს, როგორც საქართველოში ამბობენ, ყურს გვჭრის ჩვენი ქართველი მეგობრებისგან მისი ქება დიდება. ტრამპი უკვე პრეზიდენტია. გამოს არაერთი ბრძანება, რა მოლოდინი უნდა კონდეს საქართველოს, ხდებით საღამოს ხრაზე თავისუფალ სივრცეში. ასე ვიწყებთ საუბარს სტრატეგია აღმაშენებლის გენერალურ მდივანთან პაატა მართლაც და საღამოშტოვისა მადლობა პაატა რომ მოხვდით და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. თითქოს კალენდარი 20 იანვარზე იყო გაჩერებული, არა მარტო ამერიკაში, არამედ საქართველოშიც დიდი მოლოდინი იყო, რა იქნებოდა 20 იანვრის შემდეგ. რა მოლოდინი გაქვთ თქვენ? პირველ რიგში კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებ მაყურებელს. რაც შემიძლია ვთქვა 20 იანვართან, როგორც ქვეყნის შიგნით ნამდვილად ისე ქვეყნის გარეთაც დიდი მსოფლიო მასშტაბის ყურადღება იყო. ქართული ოცნება ამბობდა, რომ 20 იანვრამდე სად იქნება აქციები, მაგრამ ნახეთ, რომ ხალხი მაინც ქუჩაშია სიცივის მიუხედავად. რაც შეეხება ტრამპს, სამი მთავარი გზავნილი ვნახეთ ჩვენ მისი პრეზიდენტ, ასე ვთქვათ, სიტყვისგან, გამოსვლისგან, ხო? ერთი მან განსაზღვრა ბოროტების ღერძი სახელმწიფო არ მტერი ვინ არის მისთვის. საუბარია რუსეთი, ჩინეთი, კორეა, ირანი, ეს რაღაცა ბოროტების ღერძი, რომელთანაც რა ვიცი, ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს სამწუხაროდ ქართულ ოცნებას. ასევე მთავარი გზავნილი და ჩვენ ვიცით ხო, გეოპოლიტიკაში ასე ასწავლია, რომ ნავთობზე ფასი განსაზღვროს ბევრ რამეს სოფლიოში და თქვა, რომ მის რეზერვები, რომელიც აქვს ამერიკას დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ რეზერვების გახსნას, რითაც ფაქტია, დადგება შედეგი, რომ რუსულ სიკვდილის მანქანას არ ექნება იმდენი რესურსი. და ასევე იდეოლოგიური საფუძველი გამოაცალა ამ მტრეებს, ასე ვთქვათ, დემოკრატიის და თავისუფლების, ასე ვთქვათ, ყულით მოთრეული თემა საქართველოში, რომ ხალი-ხალია, კაცი-კაცია დასრულდებოდა, ამაზე აღარ ვისაუბრებთ. ბებია, ბაბუა. ანუ საქართველოში თქვენ ამბობდით, რომ ეს პრობლემა არ იყო, ხო და ხელოვნურად ქონდა ქართულ ოცნებას და ტრამპის რატო წამოვიდა მაშინ ეს ფრაზა, თუ საქართველოში პრობლემა არ არის, ამერიკაში სხვადასხვა დისკუსიები არსებობს სოფლიო მასშტაბით, რომელიც შეიძლება საქართველოზე არანაირ გავლენას არ ახდენდეს, მათ შორის ესეთი ეს საკითხი არის. იქ რა გავლენას ახდენდა პაატა? თქვენ ხო პოლიტიკოსი ხართ და აკვირდებით ყველაფერს. ნუ ეხლა გენდერის საკითხი, გენდერთან დაკავშირებული საკითხი შეიძლება ამერიკული პოლიტიკური პარტიებისთვის იყოს არსებითი იდეოლოგიური საკითხი, მაგრამ ჩვენთან პარტიებს შორის იდეოლოგიური ზღვარი ამ საკითხზე არ გადის. და პრობლემაც არ იყო ამის. შესაბამისად პრობლემაც არ იყო, ეს არის, ასე ვთქვათ, ხელოვნურად მოტანილი თემა, უპირატესობის საჩვენებლად, თითქოს რაღაც ძალები საქართველოში. და ის რეზოლუცია, ვთქვათ, იგივე ევროპარლამენტს რაც ქონდა აი ამ კანონთან დაკავშირებით მიღებული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ანუ ეს საკითხი დღის წესრიგში მოიხსნა თქვენ. სულ მახსენდება საკითხი კამპანიის დროს და კასპში არ იქნება მამაკაცის სერიოზულად საკითხი? კი, გადავრჩით, კასპში არ იქნება შერეული, ასე ვთქვათ, ერთსქესიანთა ქორწინება და ეშველა საქართველოს. ეგ მე მგონი პროპაგანდისტვის ჭირდებათ ეს საკითხები, მაშინ რეალური პრობლემა საქართველოს სხვა მიმართულებით აქვს და ვიტყვი პირდაპირ, მთავარი პრობლემა ჩემთვის არის ის, რომ ძალიან ბევრ ქართველს უწევს საქართველოს დატოვება. ეს არის ფაქტი და მე სპეკულაციისთვის არ მემეტება არც დრო და არც თქვათ ის რესურსი. თუნდაც ახლა აქ რო ვარ ჩვენ ვისაუბროთ ისეთ საკითხებზე, რომელიც თქვათ არ არის არსებითი. მართლა პრობლემა არის მე ხშირად მიწევს დასავლეთ საქართველოში ყოფნა, იქიდან ვარ წარმოშობით და რო ხედავ რომ საღამოს ყოველ მესამე მეორე სახლი არის ჩაბნელებული და იქ სადაც სიცოცხლე ჩქეფდა და მითამაშია ჩემ ბავშვობაში,
უასავსე იყო ბავშვებით, დღეს არის ხეები ამოსული სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეს არის პრობლემა, ამას უნდა მივხედოთ ყველამ ერთად. აი ეს საკითხები უნდა მოვაგვაროთ. ამის ძალიან კარგი მაგალითია, ალბათ თუ შევადარებთ თქვა საქართველოს რა ვითარებაა და შევადარებთ თქვა იმ ქვეყნებს, რომელმაც ეს გზა გაიარეს, მაგალითად ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, რომელიც არის ევროკავშირის წევრი და არის ნატოს წევრი და უსაფრთხოებაც აქვს და თავისუფლებაც აქვს, მე მგონი ეს გზა უნდა გიორგი ვაშაძე გაემგზავრა, თქვენ იცით რომ ყოა სხვადასხვა საკითხი იყო, თუ მიწვეული იყო, რატომ არ იყო თქვა საპატიო ადგილზე, თუ მაინდა-მაინც დარჩენილიყო თბილისში და ეყურებინა ტელევიზორს. მოვისმინეთ ხო ასეთი კრიტიკული განცხადებებიც. რატო წავიდა ბატონი ვაშაძე იქ? ხარდამჭერები იყავით, თქვენ გსურდათ რომ ტრამპი მოსულიყო ამერიკის პრეზიდენტად? თქვენ იცით რომ ჩვენ საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ესე ერთპარტიული, თქვათ, არჩევანი გავაკეთოთ. ჩვენ გვჭირდება ურთიერთობა დემოკრატებთანაც, ჩვენ გვჭირდება რესპუბლიკელებთან, საქართველოს ჭირდება ორპარტიული მხარდაჭერა, პირდაპირ ასე ვთქვათ. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს რესპუბლიკურ პარტიასთან, ეს არის მოცემულობა, რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობის მიერ მოვიდა 3 დღით ადრე მოწვევა. პრობლემა იყო ბილეთები, არ დომალავ. თვითნავე ეს? ბილეთები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიმართულებით უკვე პრობლემა იყო, გადაჯდომა, პრობლემა შეიქმნა. მოგვარდა ესეთი საკითხი და თან თქვეს რომ შეიცვალა ფორმატი. შეიცვალა ბილეთიც, ასე ვთქვათ, დასაცრები არენაზე აღმოჩნდა. იყო არენაზე, რომ არენაზე იყო მსოფლიოს ბევრი, ვთქვათ, ჩასული ადამიანი, რომელიც არის მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატების და იქ ჩვენ თავარ საზრუნავი ის კი არის, ვთქვათ, იქ დაესწრებოდი. იქ თქვენ ალბათ იცით, რომ მარტო საპრეზიდენტო ინაგურაცია არ არის და იქ დასწრება. შემდეგ არის ვახშამი ეგრეთ წოდებული საღამო. ეგრე ლელოს ლიდერებისგანაც მოვისმინეთ და მე ფოტოები ვნახეთ ქუჩაში. არა, ქუჩაში არა, ლანჩი და თქვენ იცით, შეგიძლიათ ხვიდეთ გიორგი ვაშაძის გვერდზე და ეს ყველაფერი, სადაც ამერიკაში პოლიტიკას ვინც ქმნის, იმ ხალხთან ერთად შეგიძლია საქართველოსთვის საჭიროებო ბევრ საკითხზე ისაუბრო არაფორმალურ გარემოში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ვინაიდან თქვენ აი ამ არჩევნებზე მოვახდინეთ ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანება, თქვენ გახსოვთ ალბათ მიხეილ სააკაშვილის გაკეთებული განცხადება ტრამპთან დაკავშირებით. მოდით ეს ვიდეო მოვისმინოთ და შემდეგ კომენტარი ვდაგხოთ, თუ საშუალება გაუშვათ. ყველა მითის რომ ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს, აფინანსებდა მისი სიძის მეშვეობით, კუშნერის მეშვეობით, ამაზე აუცილებლად იქნება გამოძიება ახლა ამერიკაში. ეხლა ძალიან მაინტერესებს. ბატონ მიშა, აქ ამ ტექსტიდან ჩანს, რომ ტრამპი არის რუსული პროექტი. ასე გამოდის, იმიტომ რომ გვეუბნებიან, რომ ეხმარებოდა რუსული გავლენის ტიპები, რუსული ფულით, რუსული დეზინფორმაციული ხერხებით ეხმარებოდა ტრამპს. აქ პოლობის ნიშანი არ უნდა დავსვათ, ბოლო არ უნდა გავბედოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ რუსული პროექტი 4 წლის განმავლობაში მართავდა ამერიკას, იყო რუსული პროექტი. ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი თქვენი ლიდერი არის, ამ განცხადებას როგორ აფასებთ დღეს? თუ გადაახვევთ, ვთქვათ, ისტორიის რამდენი წლის უგანდელი არც 4 წელი განცხადება ტრამპმა არჩევნებით. მე ახლა ესე რადიკალურ განცხადებას არ გავაკეთებდი პირადად ამერიკის საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა და ყველამ იცისო ეს და იცოდით მე არ მაქვს ეს ინფორმაცია და არ ვიცი ვერც უარყოფ და ვერ დავადასტურებ. ერთი რამე შემიძლია ვთქვა ამ განცხადებას არანაირი ზიანი არ მოუტანია საქართველოს ამერიკასთან დამოკიდებულებაზე. გეტყვი არანაირი გავლენა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაზე არ მოუხდენია, მე არ მახსოვს ვინმეს დაეგმოს ამერიკაში და თქვათ რეაქცია ქონდა. ამ განცხადებას ამ განცხადებაზე მომისმინეთ, რასაც თქვენ ხვდებით ალბათ, მაგრამ ქართული ოცნების განცხადებებს ძალიან ნეგატიური გამოხმაურება და მათ შორის ორპარტიული. თქვენ უნდა იცოდეთ, ალბათ გაქვს ინფორმაცია, როცა არსებობს არტული პრეზიდენტი და არსებობს მოქმედი პრეზიდენტი, ფაქტიურად გარდამავალი მტრობის პირობებში ორივე ადმინისტრაცია ორპარტიულად იღებს გადაწყვეტილებას. გასაგებია. მათ შორის ივანიშვილის საnkციებასთან დაკავშირებით თქვენ არ ამოწუროთ არ მოგცემ საშუალებას, არა. ტრამპზე ჩემი პოზიცია ხო? დაასრულეთ, ვაში კითხავ. პოზიცია გითხრათ მარტივად. ამ განცხადებას მიუხედავად იმისა, სწორია თუ არა სწორია, მე შეფასებაში არსებითად არაფერს არ შეცვლის. ფაქტია, ეს განცხადება არის გაკეთებული, მაგრამ სწორია, არასწორია, მე ამ საკითხს მე სხვა რას ვამბობ. ამ განცხადებას ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდა, მაგრამ ქართული ოცნების განცხადებებს ტრამპთან დაკავშირებით იყო განცხადება, არა მარტო ტრამპთან, ამერიკასთან დაკავშირებით, გლობალურ ომის ალებთან დაკავშირებით.
უდიდესი გავლენას ახდენს და თქვენ ნახეთ სენატში და კონგრესში სპეციალური ხელმოწერები გროვდება იმისთვის, რომ ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს არბებს, სახიძულებს, უმტვრევს ადამიანებს, გამოცხადებულია თავისუფლების და დემოკრატიის მტრად. ეს არის პრობლემა. მე მინდა რომ დრო ამაზე დავკარგოთ და არა ის 4 წლის უკან მიხეილ სააკაშვილმა რა თქვა ტრამპზე. არ გინდათ რომ გამცეთ? ალბათ სხვა რაღაცას გეკითხებით. ლევან ვერ გაიგებთ თუ არა? პაატა. ვერ გაიგებთ თუ სააკაშვილი ამ განცხადებაში ამბობს რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპსო, ყველა მიცისო და არ გამაჩნია ტრამპის დამფინანსებლებთან დაკავშირებით შესაძლებლად ვერც ვერაფერს უარყოფ და ვერც ვერაფერს ეს რო ყოფილიყო რა ხდება? თუ სააკაშვილი მართალია? არა, მე ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ საერთოდ თუ აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი. შესაძლებელი არის უცხოელი პირი აფინანსებდეს, არ მახსოვს ასე კარგად არ ვიცი ამერიკის ისა რომ შეიძლება თუ არა უცხოელმა პირმა დააფინანსოს. მე მგონი ამ შესაძლებლობა არ არსებობს, მაგრამ თუ არსებობს და იტყუებოდა სააკაშვილი? არ ვიცი, შეიძლება რაღაცა ინფორმაცია იმ პერიოდში არ ვიცი აწყარო სააკაშვილი მე ბიძინა ქართული ოცნებასავით კი არა შეიძლება სააკაშვილი ცდებოდეს და შეიძლება სააკაშვილის კონდეს არასწორი ინფორმაცია. ოღონდ ამას ვერ გააკეთებს ვერც ერთი ქართული ოცნების წარმომადგენელი, როცა კითხავთ თქვენ ბიძინა ივანიშვილი ცდება თუ არა, ისინი გეტყვენ რომ ბიძინა არასდროს არ ცდება. სააკაშვილი ცდება? ყველგან კი, სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც აქვს შეცდომები, გადაცდომები, ბევრ შემთხვევაში და ეს განცხადება შეცდომა იყო, ანუ არ ვიცი. ნუ მახარჯინებ დროს ისეთ გადავიდეთ სხვა საკითხებზე. რომელიც ქართულ ამერიკულ ურთიერთობაზე გავლენას არ ახდენს მოქალაქეებზე არ გავლენა არ მოხდენია. პრობლემა არის სინამდვილეში. გავიგე, სხვა თემებზე გადავიდეთ. სინამდვილეში ქართული ოცნების ლეგენდა, რომ ებრძვიან გლობალურ ომის ძალებს, ებრძვიან, რა ვიცი, უამრავ განცხადებას აკეთებენ, რომ deep state-ი არის ახლა მთავარი საკითხი, ადრე გლობალური ძალები იყო. და ამბობენ, რომ აი ტრანსნაციონალურ მილიარდიან კომპანიები ებრძვიან ივანიშვილს და ჩვენი ამოცანა არის ბუთხიდან გადავარჩინოთ როგორმე. თქვენ იცით რომ ტრამპი როცა გაიმარჯვა ინაუგურაციამდე, ერთ-ერთი პირველი ვისაც დაურეკა ეს მოხდა ბუდაპეშტში. ბუდაპეშტსა და ოფიციალურ თბილისში, რომელსაც თქვენ არ აღიარებთ, ხელისუფლებას იცით თქვენ მათი კონტაქტის შესახებ. რას ნიშნავდა ტრამპის ეს განცხადება, რომ ევროპის ტელეფონი არის ბუდაპეშტში? მე მგონი ეს პროპაგანდის ნაწილია. უფრო მეტი უნდა უთხრათ ადამიანებს, ზუსტად ამ გარდამავალი გრობის პირობებში, კორუფციის ბრალდების გამო ბუდაპეშტის, ანუ თქვენ ვიცით ორბანის ადმინისტრაციის უფროსი არის სანქცირებული. ეს დაურეკა ტრამპმა ვის დაურეკა ეხლა ორბანს ხო დაურეკა ეს მე რა ცენტრის შეკრა გინდათ ტრამპი ორბანი ბიძინა ივანიშვილი. თქვენ გეკითხებით პოლიტიკოს კაცო. პოლიტიკოს თქვენ ხართ ჟურნალისტი ვარ და გისვათ კითხვა. სწორედ მაგითო გეუბნები. ხო და თქვენგან მოიხედავ აქცენტს და ხედავ მიზანს. მიზანი არის ტრამპი ორბანი ბიძინა და დალაგებულია. ამას არ ამბობდნენ 20-ის მერე ყველაფერი დალაგდება. ჩვენ 20-ის მერე გავიგუძეთ სხვა რეალობაში, როცა ტრამპის პირადი წარმომადგენელი თქვენ რატო არ აკეთებთ აქცენტს? ორბანი მიწვეული იყო ამ ინაუგურაციაზე და იმიტომ გეკითხებით. არა, ორბანი არ ჩასულა. თვითონ არ ჩავიდა, იმიტომ რომ მე კონკრეტული ფაქტის გამო არ ჩავიდა, იმიტომ რომ მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კორუფციის ბრალდების გამო გარდამავალმა მთავრობამ შეიტანა სანქციებში. ეხლა გავაგზავნოთ. რატომ მიიწვია ეს? როგორ ხსნით თქვენ? თქვენ თუ კითხულობ ჯო უილსონის ტრამპზე გეკითხებით, ახლა ხომ ტრამპი არის თავარი, რატომ ხო და მეც ტრამპზე გეკითხებით, კითხულობ ჯო უილსონის ტრამპზე გეკითხებით, ახლა ხომ ტრამპი არის თავარი, რატომ ხო და მეც ტრამპზე გეკითხებით. რატომ მიიწვია, როგორ ხსნით? ძალიან კარგია თუ მიიწვია, იმიტომ რომ განსაკუთრებული ხები არ მიიწვია და განსაკუთრებული არა, მათ შორის იყო იტალიის პრემიერ-მინისტრი იცი. იყო, უნდა იყოს ხეხლა რა. და სალომე ზურაბიშვილიც იყო. სალომე ზურაბიშვილი ტრამპს არ მიუწვევია და პირდაპირ ტრამპისგან მიიღო მიწვევა, ერთ-ერთი ლიდერი იყო ორბანი და ამას გეკითხებით, რითი ხსნით, ხო რატო ხიზიანდებით კაცო? არა, საერთოდ არ მოზიანდები. მე მინდა თქვენი პოზიცია მოვგაბოს. ქვეყნის წარმომადგენელი იყო მიწვეული და მათ შორის საქართველოს სახელით მიწვეული იყო მეხუთე პრეზიდენტი. იქ რო ადამიანი ამერიკის საინაუგურაციო დარბაზში ვერ მოხდება შემთხვევით, ეს ხო ძალიან კარგად იცით. არა, ეგრე ბილეთებიც იყიდებაო ამას ხო ეს ნაკიდი ბილეთით სულ 600 ადგილი იყო კონგრესსო დავამატოთ სენატის რაოდენობა და დავამატოთ მოწვეულობები არის ზუსტად 600 თავიანთი კოტა აქვთ იმ კონგრესმენებს და მიიწვიეს, მაგრამ ტრამპისგან არ მიუღიათ ხო ასეთი მიწვევა პაატა. სხვა რამეს ვიძახით, თქვენ ფიქრობთ რომ მაგრამ ტრამპმა რო დაურეკა ორბანს ეს უფრო დიდი მნიშვნელოვანი საკითხია ვიდრე სალომე ზურაბიშვილის იმ ღონისძიებაზე იქ იმ წუთას ყოფნა. თქვენ ამის თქმა გინდა? მე არ მინდა თქვენ ხართ პოლიტიკოსი, მაშინ მე ვიქნებოდი თქვენსაც გზა და თქვენ იქნებოდით ჟურნალისტი. თქვენგან მაინტერესებს აზრი, კაცო, რა მარტივი ასახსნელია ეს. რატო უნდა დავკარგოთ? კითხვას გისვამთ, კაცო, მე სხვა არაფერი. მაგრამ უბრალოდ მეც მინდა მოქალაქეებს გავაგებინო.
ჩვენ ახლა ვსაუბრობთ რატომ დაურეკა ტრამპმა თქვათ მათ აქვთ განსაკუთრებული ურთიერთობა ერთმანეთთან, ეს არის ფაქტი, ეს არის მოცემულობა. თქვათ, ასე არის, მანამდეც ორბანს არ შეუწყვეტია ურთიერთობა ტრამპთან, ეს არის მოცემულობა, მაგრამ ეს თავისთავად არაფრის გარანტია არ არის და არაფერს არ გამორიცხავს. პირიქით, ტრამპის გუნდის წევრი, ძველი მეგობარი, ჯო უილსონი, ასე ვთქვათ, რომელიც ორპარტიულად დემოკრატებთან ერთად ყოველ დღე საუბრობს იმაზე, რომ სანქციები გზაშია, ეხლა უკვე რუხაძეზე საუბრობს, რომ ის არის პროპაგანდის წარმომადგენელი, ქართული ოცნება. ამერიკის მოქალაქე როა რუხაძე როგორ ხდება პრობლემა ამერიკის თავის მოქალაქეებს უფრო მძიმე ამბავი არის იმ სანქციების პაკეტით, რომელიც შეთავაზებულია ივანიშვილისთვის. ამერიკის მოქალაქეს ეკძალება მასთან ბიზნეს პარტნიორობა, მათ შორის ჰაიდელბერგ ცემენტში პარტნიორები არიან და მათ შორის ლიბერტი ბანკში არიან პარტნიორები ბიძინა ივანიშვილი და ერთად ძარცვავს რუხაძე და ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს 25%-იანი შესხის პროცენტის. ამერიკის მოქალაქეს შეიძლება დაასანქციროს ამერიკა, ამას ამბობთ. პირიქით, დასანქცირებულთან ურთიერთობა კანონმდებლობის დონეზე აქვს დაკრძალული ამერიკის მოქალაქეებს. ასევე იყო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის მოსმენა, თქვენი დებატები უფრო სწორად. იქ იყო მოთხოვნილი, რომ აი ამ აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება, მათ შორის იყო კიდევ ერთხელ სააკაშვილის გათავისუფლება. როგორ ფიქრობთ თქვენ სააკაშვილის საკითხი და აი ამ აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდების ერთად გათანაბრება სწორი არის ამ შემთხვევაში? სააკაშვილის და ახალგაზრდების გათანაბრება. ერთ კონტექსტში დაყენება, ანუ. ჩვენ ვართ ახლა აჭარის ტელევიზიაში. მე მაინტერესებს მაგალითად თუ შეგვიძლია ჩვენ ვისაუბროთ ზეამაღლობელის დაკავების ფაქტზე. წინა გადაცემა უნდა გენახათ საკუთარ. არა, არ ვიყავი და უბრალოდ მაინტერესებს. მე შენ გეტყვით, ეგ არის თავარი, გავაშუქე ეს წინა გადაცემაში და სხვა გადაცემაში. მე რა უნდა თქვენ ჟურნალისტი არ ხართ, პოლიტიკოსი. არა, მე მაინტერესებს უბრალოდ როცა მოვდივარ აქ. კარგი რო არ არის ჟურნალისტი და მით უმეტეს არც ერთი პატიმარი არ მინდა რომ ციხეში იყოს. ეს ახალი ამბავი არ არის და ვერ გამაკომპლექსებთ მაგით, კაცო. ძალიან კარგი გაკომპლექსებთ. სხვა რამე არა, ეხლა თქვენ მეკითხებით. როგორ უნდა მინდოდეს ადამიანის ციხეში ყოფნა, ეხლა რა თქმა უნდა, მაგაში მე მაგალითად როცა მოვდიოდი აქ მართლა გული მეც სამტრედიაში ვიყავი და რომ ნახე რომ რა ხდებოდა აჭარაში ჩავედი და ჩემი თვალით ნახე რა დამოკიდებულებაც აქვს პოლიციას ადამიანების მიმართ, შემდეგ ნახეთ ზვიად ქორიძეზე თავდასხმა, შემდეგ გახარიაზე თავდასხმა და გახარიას თავად აბრალებენ. არა, საერთოდ ძალადობა არის ნორმალურ საზოგადოებაში მიუღებელი და არავის ციხეში ყოფნა, არავის არ უნდა უნდოდეს. მე მგონია ესეთი რამე გმობ ძალადობას ორივე მხარეს. მე პატა, თქვენ თუ ჟურნალისტობა გინდათ, დაანებეთ პოლიტიკოსობას თავი და შეგიძლიათ იშოვოთ ადგილი, კაცო. მე გისავთ კითხვებს და თქვენ არა, მე სანამ გაგიგიათ რომ პოლიტიკოსი ჟურნალისტს უსვამდეს კითხვებს. მე დამოკიდებული, მე მინდა რომ ადამიანი კითხვას გისვამ. აი შეხედე დრო გადის. ჩვენ ხო გვაქვს 20 წუთი. ამასობაში დავკარგეთ 2 წუთი და გისვამ კითხვას და მიპასუხეთ. ანუ სააკაშვილის და ახალგაზრდების საკითხის დაყენება, თუნდაც ზიამაღლობლის და სააკაშვილის ერთად დაყენება ნორმალურია, მეთქი ამას გეკითხებით. რა თქმა უნდა, თუ ხელისუფლების სასამართლო, ჩვენ ხო ამოვდივართ პრინციპი არის რომ საქართველოში და ამაზე სალომეზურები ყველა შეთანხმებულია რომ ჩვენ არა გვაქვს სამართლიანი სასამართლო, იმიტომ რომ ის ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც ოპონირებას უწევდა ნაციონალურ მოძრაობას და სააკაშვილს ამბობდა, რომ სასამართლო არ არის თავისუფალი. მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ იგივე ხალხი არიან დღეს სასამართლოში, ანუ ლოგიკა რომ ადრეო ცუდი მთავრობა ცუდ დავალებას აძლევდა და ახლა კარგი მთავრობა კარგ დავალებას აძლევდა, ეს არ მუშაობს. მურუსიძე იყო მაშინაც, მურუსიძე იყო ახლა. თუ შევთანხმებულები ვართ ყველა ამაზე, ხო, მე არ მგონია რომ თქვენ განსხვავებული აზრი გქონდეთ, რომ ჩვენ არა გვაქვს სასამართლო, მაშინ სააკაშვილსაც აქვს უფლება მოითხოვოს სამართლიან სასამართლო ამაზე ელაპარაკი. აი ამ აქცენტით არის ამაზე საუბარი. მაგრამ სტრასბურგმა რო უარი უთხრა სააკაშვილს? არ ვიცნობ ასე დეტალებში ამ საქმეს. მე მაგალითად პირადად ვარ შემსწრე და თუ მეიქნება შესაძლებლობა ამაზე ვისაუბრებ, ჩემი თვალით ნახე, ახალგაზრდები, რომელიც ჩემი ვენი ოფისის წინ რუსთაველზე დააკავეს, იყვნენ სახსალამათები, არ წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციას, არც აგინებდნენ, ამას უყურებდი პირადად მე, შემდეგ დაკავების მიკროავტობუსებში სახიძულები ჩაუნტრიეს. ჩემთვის არსებითი საკითხი არის და თქვენთვისაც და მოქალაქეებისთვისაც, რომ ზიამაღლობელის საკითხი ხო საუბრობთ ზიამაღლობელზე, რომ პოლიციელის მუდირის ღირსება შელახა თუ რაღაცებს ასეთ წამოყო, ხო? როცა 300-ზე მეტი ფაქტია უკვე დაფიქსირებული სახიძულების უკვე დაკავებული ახალგაზრდების მიზანმიმართული დალეწვის და დანგრევის არც ერთი სამართალდამცავზე არ არის საქმე აღძრული. მე არ მინდა ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც
პოლიციას აქვს ყველაფრის უფლება. ჩვენს ვიცით ხელისუფლება არის ხალხის დაქერება. პოლიციელიც ხალხის მოსამსახურეა. სინამდვილეში არ შეიძლება პოლიცია იყოს მოქალაქეზე უფრო ძვირფასი და ღირებული ვინმესთვის. ამიტომ ჩვენ ხო თავხდებით მე და თქვენ ახლა მთავარი საკითხი არის რომ ძალადობა, როცა პოლიცია ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე, ეს არის დაუშვებელი. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა პაატა, რომ მოხვდით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა და იაგო ხვიჩია შემოგვიერთდა გირჩიდან. იაგო საღამოსამ მადლობა რომ მოხვდით და იღეთ გადაცემაში მონაწილეობას. მადლობა მოწვევისთვის. რაც როგორც პაატასთან დავიწყე, იგივე შეკითხვა მინდა დავსვა თქვენთანაც, თითქოს მსოფლიოში გაჩერებული იყო 20 რიცხვი კალენდარზე, ყველა ელოდებოდა რა მოიქნებოდა 20-ის შემდეგ, მათ შორის საქართველოშიც პოზიციაც, ოპოზიციაც, ყველა ამაზე საუბრობდა. რას უნდა ველოდოთ რეალურად? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. უნდა ველოდოთ, როგორც ბატონმა ტრამპმა თქვა, ამერიკის ოქროს ეპოქის დასაწყისს. უნდა ველოდოთ, მარსზე გაფრენას და უნდა ველოდოთ, არსებული, როგორ გითხრათ, დრომოჭმული და ამორალური წესრიგის, რომელსაც ერქვა სხვანაირად სოციალიზმი და ვოუქიზმი, ამის რღვევას. ბევრ კარგ რამეს უნდა ველოდოთ, იმიტომ რომ სოფლიოს ყველაზე სწორ ქვეყანაში მოხდა ის, რისთვისაც ჩვენ ამდენი ხანი ვიბრძოდით საქართველოში, გაიმარჯვა თავისუფლების იდეამ და გაიმარჯვა არა მზრუნველი მთავრობის და არა რაღაცა როგორ გითხრათ, არა ადამიანების შეზღუდვის საფუძველზე რაღაცა მთავრობისთვის პრივილეგიის მინიჭების იდეა, მაგრამ ადამიანების გათავისუფლების იდეა. ძალიან ცუდია რომ ჩვენ არ აღმოჩნდით მზად ამისთვის, იმიტომ რომ რამხელა შანსია უბრალოდ, რამხელა რაღაც ხდება სამყაროში და ჩვენ სადღაც ჩვენთვის სოფელში ვართ ჩაკეტილი, თავიანთ გამოყოფა გარეთ არ გვინდა და ვიძახით რომ ხალხო თავი არ გამოყოთ გარეთ, თორე ომი დაიწყებაო და ამ დროს სამყაროში საერთოდ სხვა რამე ხდება. ანუ დიდებული მომენტი დადგა სამყაროს ისტორიაში, რომ აი როგორ გითხრათ, ამდენი ხნის განმავლობაში რასაც ველოდებოდით, რომ საყოველთაოდ ყულში რო ცხოვრობდა მთელი პოლიტიკა, გაჩნდა შანსი რომ ეს გათავისუფლდეს და რა მოყვება არ ვიცი ამ ყული სად იყო? ეს საქართველოს პოლიტიკას გულისხმობ თუ სოფლიო პოლიტიკაში? საქართველოს პოლიტიკაში აქედან იყო რაღაცნაირად ტალღისებურად შემოსული ეს საჯარო ტყუილი, სივრცეში ამხელად ტყუილი, მაგრამ ზოგადად, ნუ როგორ გითხრათ, ანუ ყველაფერი ტყუილი იყო, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებდით, ანუ ბოლო პერიოდის კი არა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ვუყურებდით, იმ გაგებით, რომ სინამდვილეში ხდებოდა არასწორი ღირებულებების გავრცელება და დათვესვა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელის გატეხვა და იმ ღირებულებების, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები იცავს და ნუ მართლა ამერიკის დროშასთან ერთად LGBT დროშა რო ეკიდა თეთრ სახლზე, ეს იყო, როგორ გითხრათ, ამ თემის კომპრომეტირების საფუძველი სამყაროში ყველგან, მათ შორის განსაკუთრებით რუსეთისთვის და ამ მილეთებით ბრძოლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ თითქოს რაღაცა ის არის ქვეყანა, სადაც ვიღაცა პროპაგანდას უწევენ რაღაცას, ამას შვებიან, იმას შვებიან და ფაქტობრივად უცბად მოვიდა ხალხი, რომელმაც თქვა, რომ როგორი იქნება ამერიკა რაღაცნაირად და რა უნდათ მათ და ჩვენ მთელი პრობლემა იმაში გვაქვს, რომ ხალხმა წინასაარჩევნო კამპანიაში ატარა, ამდენი ხნის განმავლობაში ილაპარაკეს რაღაცაზე, არჩევნები მოიგეს ამერიკაში და საქართველოში ადამიანები არც კი იციან რა დაპირებით მოვიდა ტრამპი, რას აპირებს, რა მსოფლმხედველობა აქვს. საქართველოში რომელ პარტიასთან დგას ყველაზე ახლოს ტრამპის მსოფლმხედველობა? ვისთან დგას ყველაზე ახლოს? ჩვენთან რასაკვირველია, ერთადერთი პარტია ვიყავით, რომელსაც 2 წლის განმავლობაში ლაივებზე, მაშინ როცა ტრამპს ესე დაცინოდნენ ჩვენი კოლეგები, ახლა იქ არიან წასული რა. აი ამაზე უნდა კითხოთ მე იქ წასვლაზე. ბაგიდაზე გვედო და ანუ ფაქტობრივად ჩვენ ვიყავით, როგორ გითხრათ, აი თუ ვინმე იყო რაღაცნაირად აი შეზღუდვების მსხვერპლი და აი cancel culture-ის ეგრეთ წოდებული მსხვერპლი ვიყავით ჩვენ, იმიტომ რომ თქვენ მოგიხსენებათ, რომ აი აქ ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების ოპოზიციის ძირითადად შეიძლება ხელისუფლებისაც ხადია, მაგრამ ძირითადად ოპოზიციის და NGO სექტორის დამსახურებით ჩვენ ვიყავით რაღაცნაირად მარგინალიზებული, ვითომ დასავლური ღირებულებებისგან და სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვიყავით ერთადერთი პარტია, რომლის შეხედულებებმაც გაიმარჯვა ამერიკის შეერთებულ შტატებში და გამოდის რომ ამ წუთას ჩვენ ვართ ყველაზე პროამერიკული პარტია და ოპოზიცია აგებს, რომ ამის აღიარებით არ იწყებს თავის საქმიანობას. პრინციპში ხელისუფლებაც ხო ამბობდა, რომ აი ტრამპის მოსვლის შემდეგ ბევრი რამე შეიცვლება. აი ამაში აი ამ განცხადებებში, ხელისუფლების იმ განცხადებებში, რომელსაც ჩვენ ვისმენთ უკანასკნელ დროს და ოპოზიციის განცხადებებსაც ვისმენთ. აქ დამარცხდა ოპოზიცია ხელისუფლებას. აი ნახეთ როგორი სიტუაცია. ავიღოთ ერთი 2 წლის წინანდელი სიტუაცია. 2 წლის წინ
ქართული ოცნება არის მთავარი სოციალისტი და მთავარი ვოუკი ქვეყანაში, რომელიც თვითონ ღებულობს ამ კანონებს. აი მაგალითად, მარტივ მაგალითად გეტყვით, აი პროკურატურა რო დადიოდა ჩვენთან და სტატისტიკას რო აწარმოებდა, ტრანსგენდერის წინაშე ჩადენილი დანაშაული ითვლებოდა ქალების წინაშე ჩადენილი დანაშაულად. ანუ აი მეტი ვოუკიზმი რა გინდა. სისხლის სამართლის კოდექსში მუხლები გვიწერია, რომ ადამიანს თუ ცემ, იმ ადამიანმა თუ ჩათვალა რომ ეს იმის გამოცემის რაღაც სხვა მიზეზის გამო კი არ ცემს, ცემს იმის გამო რომ რაღაცა თემის წარმომადგენელია, ამიტომ ის ვიღაცა სხვანაირად დაისაჯოს. მილიონი ასეთი თემები, რომლებიც განარჩევდა ადამიანებს ერთმანეთისგან, რასაც იდენტობის პოლიტიკა ქვია. წარმოიდგინეთ, რომ ამის პირწავარნილი მიმდევარი იყო ქოცები, ყველაზე პირწავარნილი. იმათ ყველაზე მეტი კანონი მიიღეს ამაში. უცბად ერთი წლის წინ, ბატონო, შაშან ხომ მიიღეს ოჯახური დაცვა. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ მოდით ხალხო, თუ ეს გაინტერესებთ, მოდით გაასუფთავეთ კანონმდებლობამ სიგიჟისგან, რაც გაქვთ. ქოცებმა უბრალოდ კანონი მიიღეს, რომელიც არაფერს არ ცვლის. რომელიც თავისი შინაარსით იყო პოპულისტური, რომ ეპასუხად იმ ტალღისთვის, რომელიც მოდიოდა ამერიკაში. ეს ჩვენი იდიოტი ოპოზიცია თავისი იდიოტი მედიებით, როგორც წესი ვერ ხვდებოდა იმას, რა ხდებოდა დასავლეთში და ფსონს უბრალოდ დებდა ერთ მხარეზე, სოციალისტობაზე და ვოუკიზმზე, რომელმაც წააგო ახლა ამერიკაში. საქართველოს ოცნებამ ყველგან წააგო, ჩემი აზრით, საქართველოში წააგო და ამერიკაში წააგო თავისი სტრატეგიული შეცდომის გამო. მათ არასწორი ფსონი აირჩიეს. ოპოზიცია როგორიც არის, ის კი არ არის ქართული ოცნების თავარი პრობლემა. ოპოზიციის გამო კი არ დაუსანქცირებიათ ბიძინა ივანიშვილი და ქოცები. და იმის გამო, რომ დემოკრატია არ ყვავის აქ, რამდენი ქვეყანა არსებობს სამყაროში, სადაც დემოკრატია არ ყვავის, უფრო პირიქით. უბრალოდ ესენი სხვაგან გადახტნენ, სხვა ბანაკში გადახტნენ. და ამერიკის შეერთებული შტატები უბრალოდ არ პატიობს სხვა ბანაკში გადახტომას. სხვა ბანაკი რა არის? ნუ ეგ რუსეთ-უკრაინის ომის დროს მხარე აირჩიეს არასწორი. სად უნდა წასულიყვნენ, რა უნდა გაეკეთებინათ? რაც გააკეთა სხვა ქვეყნებმა, რომელიც ომში არ ჩართულან. და ჩვენ ამათმა რა გააკეთეს? ამათმა ის გააკეთეს, რომ როგორც გამოცხადდა მობილიზაცია ჩვენსკენ ვინ ხართო? დიახ. აი მაგალითად თქვა დასავლურ სამყაროს თავს დაესხა რუსეთი. შეიძლება იქ ამ დროს ამერიკის სანქციებს მიუერთნენ, ხო? მაინც გეტყვით, ნახე, ამათმა აირჩიეს მხარე და თქვეს, რომ თქვენკენ არა ვართ. იქ იყო პოზიციის დაფიქსირება. ვინ არის ამერიკისკენ, ვინ არის რუსეთისკენ? ამათმა არ აირჩიეს ამერიკის მხარე. ამიტომ დასანქცირდნენ. იმიტომ კი არა, რომ აქ ოპოზიცია რაში გამოიხატება, რომ არ აირჩიეს იაგო? ყველაფერში. აი რაში სანქციებს მიუერთნენ. არა, ეს თემა უკვე აბა რა. ანუ ნახეთ, ეს თემა უკვე რეზოლუციებს მიუერთნენ. არა, რეზოლუციებს მიუერთნენ, კაცო, რა, რაში გამოიხატება? ნახეთ, რეზოლუციის მიერთებით დაიწყეს თავიდან. რაღაცა რეზოლუციებს მიუერთდნენ, მაგრამ ამის შემდეგ, რომელიც აი თავიანთი რიტორიკიდან დაწყებული, თავიანთი აი ყოველდღიური საქმიანობით, თავიანთი დამოკიდებულებით ზოგადად უკრაინის მთავრობასთან და ზოგადად თავიანთი რუსეთის მთავრობასთან დამოკიდებულებით. მათი კომპლიმენტებით, რომელსაც რუსეთისგან ღებულობდნენ და ბევრი სხვა ინფორმაციით, რომელიც მე არ მაქვს ამ წუთას, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამერიკის სპეცსამსახურებს ჩემზე კარგად ხონდა. და სწორედ ამიტომ არა ის რომ აქცია იყო რუსთაველზე 1000-ან 2000 კაციანი, რითაც როგორც აყიდდნენ ამას, რომ ნახეთ ჩვენმა ბრძოლამ გამოიღო შედეგი, მივახციეთ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება. ამის გამო ეს არ ხდება. ეს ხდება იმის გამო, რომ ზოგადად არასწორი კურსი არჩია ქვეყანამ, რომელი არასწორი კურსიც ამერიკამ ჩათვალა მის მიმართ მტრულად. და სინამდვილეში ამიტომ დასანქცირდნენ. ახლა უბრალოდ მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, ქართული ოცნების მხრიდანაც მათ შორის დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცნაირად ეს დაბრალდეს, არა იმას, რის გამოც დასანქცირდა, არამედ ზოგადად იმას, რომ აი როგორც ვოუკები ებრძოდნენ ტრამპს ამერიკაში, ისე ვებრძვიან ჩვენც და ამიტომ დავაჯარიმეს და არა იმის გამო, რომ ჩვენ მანამდე ცუდად ვიცეულებთ. აი წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ სანამ ამას არ ავუხსნეთ ადამიანებს. სანამ აი პირობითად თავარი კრიტიკა ტრამპ ქოცების არ იქნება ოპოზიციიდან ის რომ აი რო იძახით რომ ჩვენ ვართ ტრამპისტებიო. გარდა იმისა რომ ქალი-ქალია, კაცი-კაციაო იძახით, რომელსაც ამბანური ჭეშმარიტებაა. დანარჩენი აი დაწყებული განათლების სამინისტროს გაუქმებიდან დამთავრებული რეგულირებები, სხვადასხვა სამსახურების, აი ეს ხალხი რო საიტი რო ხონდათ გუშინ და 19-ში და 20-ში რო საიტიც არა აქვს, ისე რო გაუქმა ტრამპმა. აი ეგეთი იმის ანალოგები აქ რო არსებობდა და არსებობს საქართველოში, რომელზედაც დგას ეს სისტემა და ბიუროკრატია. კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიას დღეს რო ტრამპისტი გონია თავი, ან მთავრობას, რომელიც ამას აწვევა, იმავე დაწესებულებებთან რა დამოკიდებულება აქვს? განათლების სამინისტროსთან რა დამოკიდებულება აქვს? ეროვნულ ბანკთან და ფულის ბეჭდვასთან რა დამოკიდებულება აქვს? ხო არსებობს სხვადასხვა საკითხები, რომელიც ამერიკაში ტრამპს აინტერესებდა, ხოლო ჩვენ აქ ამაზე არც გიჟელია და ახლა მაინც უნდა დავიწყოთ. ერთ-ერთი ბრძანება, რომელიც გამოსცა ტრამპმა, ეს არის რომ
ფინანსები, რომელიც მიემართება სხვადასხვა პროგრამებზე უცხოეთში, 90 დღის შეაჩერა. აქაც მიღებულია ის კანონი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ, რასაც ეს საერთოდ ეს ხმაური მოჰყვა, ხო? რა კავშირში არის ახლა, ანუ რაღაცა თითქოს ხაზებით ქართული ოცნების და ტრამპის თუნდაც მოვიდა თუ არა მეორე დღეს მიიღო ეს კანონი. რაღაცაში არის ხო საქმე და რაში არის? კი ბატონო, კარგი შეკითხვაა სხვათა შორის. ნახეთ რას გიპასუხებთ. რუსული კანონი არასდროს იმხელა შარი არ ყოფილა ქოცებისთვის, რამდენიც ახლა არის. სინამდვილეში ახლა ისინი ამ კანონით ტრამპს ებრძვიან. აქამდე თუ ვოუქებს და სოციალისტებს და ვიღაცებს ებრძოდნენ, ახლა უკვე ტრამპს ებრძვიან. ტრამპი ხო ნახეთ ინაუგურაციაზე. ხო დაინახეთ, როგორ ასხივებს ძალაუფლებას. შეიძლება შენ ახლა საქართველოში მიიღო კანონი, რომელიც ტრამპის მიერ გამოყოფილ თანხებს აკონტროლებს. ეს უკვე აღარ არის გამოყოფილი თანხები ვიღაცეების. უბრალოდ ტრამპის სწორად მოიქცა, რომ გადახედა, რამდენად სწორად ხარჯავდით ფულს. გიჟურად ხარჯავდნენ. ანუ წარმოიდგინეთ, ამერიკა ფულს ხარჯავდა საქართველოში. ყველაზე გარდა ჩვენისა. ერთადერთი ამერიკული პარტია არსებობს ამ ქვეყანაში. ერთადერთი ტრამპისტი პარტია, რომელიც 2000 როგორ გითხრათ, პირველ ვადაში რო გულშემატკივრობდით, რომელმაც უამრავი დევნა განიცადა ამის გამო. იმ ხალხისგან, რომელიც დღეს ინაუგურაციაში რამდენად ცდილობს, რომ ტრამპს შეეტენოს. ეს ხალხი გვიფუჭებდა საქმეს ამერიკის საელჩოსთან. ამ ხალხის მიერ დატრენინგებული თანამშრომლების ყოფილი ენჯეოშნიკებით სავსე იყო ამერიკის საელჩო. ისინი აწვდიდნენ არასწორ ინფორმაციას. და ზოგადად აი ამ ერთმანეთში არასწორი ინფორმაციით აზრთა არასწორი გაცვლა გამოცვლით სინამდვილეში სპეცსამსახურები სად იყვნენ ამერიკის წეგან თქვენ თქვით რომ ხელისუფლებისგან არა მე ჯერა რომ სპეცსამსახურები მუშაობენ და სპეცსამსახურების სათქმელი სიტყვა მოვა იმიტომ რომ როგორც გითხარით მე არ ჯერა რომ ბაია პატარაიამ დაასანქცირა ბიძინა აი უბრალოდ ამის არ ჯერა შინაარსობრივად მაგრამ ახლა დგება საკითხი რომ რას ვაკეთებთ ანუ გავიდა ეს რაღაცა ვადები ზოგადად რას ვაკეთებთ ერთის მხრივ დგას საფრთხე რომ უბრალოდ ტრამპმა დაიჯეროს რომ კაი ეს ხოცები გასაგებია რაც არიან მაგრამ ის მეორე მხარეც როგორც არის ამაზე უკეთესი არ არის ორივე ერთმანეთზე უარესია და მოდით ხوار დავიკიდო ეს რამეში ხوار გავცვალო ხო და თუ რამეს აი ქართული ოცნება თუ რამის გამო არ უნდა იყოს ჩვენს თავრობაში და რის გამო თუ არის ახალი არჩევნები საჭირო ჩემი აზრით ქართული ოცნების თავარი ამოცანა ამ წუთას არის რომ რამენერა ტრამპმა დაგვიკიდოს ანუ ოპოზიცია ჩალიჩობს იმას რომ თვითონ რო ძალა არ ეყო ამერიკელების დახმარებით ჩამოაგდონ ქოცები ჩალიჩობენ იმას კი არა რომ ჩვენ გამოსწორდებით კარგი ვიქნებით და ყველაფერი კარგად იქნება მომავალში არა ისინი ჩალიჩობენ იმას რომ ამერიკა ჩვენ დაგვიკიდოს და თქვას რომ იცი რა მე გრენლანდია მინდა რატო ვერ ჩამოაგდეს ოცნება აი მაშინ ახლა თქვენ თქვით რომ ვერ ჩამოაგდესო და რატო ვერ ჩამოაგდო ოპოზიციამ ხო ხედავთ რომ ამბობენ რომ აი ამდენი დღე უწყვეტი აქცია არის ყოველგვარს ეს განცხადებები და არის რუსთავაზე ხო გარკვეული არ უნდათ ეს ჩემი აზრით ვის არ უნდა და ოპოზიციას არ უნდა და ხო ანუ გასაგებია რომ ვიღაცა იდიოტია რომელსაც არ შეუძლია ამერიკის დახმარებითო და ამერიკა თუ ეხმარებოდა რატო ვერ ჩამოაგდეს არა ამერიკა იცი როგორ არის რომ ჯერ ერთი ამერიკა რაღაცნაირად გეხმარება საქმე შენი გასაკეთებელია ამერიკა შენს მაგივრად არაფერს არ გააკეთებს ამერიკას უნდა და ჩამოგდება ამ ხელისუფლების წინა ადმინისტრაციას რა თქმა უნდა ანუ განსაკუთრებით ბოლო ნაწილში ანუ მას მერე რაც უბრალოდ გაირკვა ყველაფერი საითაც ესენი როგორც ვიდიოდნენ აბა სანქციები რას მოყვა მაგრამ ის რომ ამერიკის წინა ადმინისტრაციას ჩამოგდება უნდა და იმის გამო კი არ ხდება მაგის ახსნას ვცდილობ რომ აქედან ვიღაცა ენჯეოშნიკმა ყურში რაღაც ჩაჩურჩულა ანუ და არც იმის გამო რომ დემოკრატიის მან დაიკლო საქართველოს რატო ვერ ჩამოაგდეს ეს მაინტერესებს იაკო რა ვიცი ვინ რატო ვერ ჩამოაგდეს აი ხელისუფლება რა აწიმოასწრებენ იმიტომ რომ ბოლოს მათ ვადის ბოლოში დაიწყეს ამ თემაზე სერიოზულად ფიქრი და არა თქვა საქართველოს არ იყო მთავარი პრიორიტეტი ასევე ჩვენ ვიყავით ალბათ ათეულში არ ვართ პრიორიტეტების უბრალოდ თუ იმის გამო ხომ არა რომ რეალურად ოპოზიცია კი ამბობს რომ აი ქართულ ოცნებას ხმა არ მისცა მილიონასია თუ 200-ია და ოპოზიციამ უფრო მეტი ხმა აიღო თუ საბოლოო ჯამში მაინც ხალხს არჩევანი გააკეთა მაინც ოცნებაზე რეალურად და ეს რომ 300,000 ადამიანი წაიყვანეს და ესე ხმა მისცეს და ამას ხო მთელი ინფრასტრუქტურა უნდა ესე ხო თქვენ იმაზე საუბრობდით გამჭვირვალეთ თუ მელანი ეთყობოდა თუ არა მაგრამ რეალურად ახლა 300,000-ის გაყალბებას ამას ხო ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა უნდა მე არ ვიცი 300,000 საიდან მოდის ეს ციფრი არ ვიცი მე რაც ვიცი ზუსტად იმას გეტყვით ხო არა მე არ ვარ 300,000 რო ყვირის იმ ხალხში მე არ ვარ მე ვიცი რომ 300,000-ზე კი არა რა ვიცი მილიონ ნახევარზე მეტ ბიულეტენზე გაჟონა აი რასაც მე უყურებდი ძალიან იშვიათი ადამიანი იყო ვისგანაც ვერ დავინახეთ რომ ბიულეტენზე გაჟონა შესაბამისად ვიცი რომ ეს ბათილობის საფუძველი არჩევნების რამე შოობა ამით მოვითხოვ თუ იმით მოვითხოვ ვიცი რომ ეს სწორად საფუძველი მაგრამ განწყობაზე კი პასუხებ არ გავექცევი შეკითხვას განწყობას პასუხობ ნახეთ
ჩვენ ერთ წამით ზემოდან შევხედოთ ამ სიტუაციას. ნახეთ, რამდენი ხმა იყიდა გვარამიამ. აი უბრალოდ იყიდა, ხო, იყიდა გვარამიამ. არის ციტროფული დახარჯა, ამაზე ლელო მეჭუბა კიდეც, საიდან მოიტანეთ ამდენი პულიო. რამდენი პული ისე საიდან მოიტანეს თუ გაგვიყვება? ბიცკოცებმა მიცეს შემი აზრით. მაგიტომაც არიან მათი დაფინანსებლები ერთად სანქცირებულ სიაში და ამიტომ ჩალიჩობს ახლა დარწმუნებული ვარ გვარამია, მისი პარტია, გილაური და ყველა, როგორც თავის ამოღებას, იმ სიიდან ისე ბიზნეს ამოღებასაც, იმიტომ რომ ნუ ახლა თუ ვიღაცას ეტყვი რომ ამ სიაში რაღაც არასწორი წერიაო, მარტო შენ ხარ წერი ხარ არასწორად. ანუ ვიღაც სხვა შეიძლება თქვას რომ აი ერთი ხო ეწერა არასწორად. მეც ვარ არასწორიო. ამიტომ წარმოსიამლეში ხოცების საქმეს აკეთებენ ახლა. ახლა ჩალიჩობენ იმას რომ ლობირება მთელი ამბავი ოპოზიციას და ხელისუფლებას ამ სიის კორექტირებაზე აქვს დარწმუნებული ვარ, დაწყებული, სადაც ბიზნესიც არის ჩაწერილი. უბრალოდ, ანუ მთელი ამბავი ყავა 40 მილიონი ამ ქვეყანაში. მე ხო ვიცი, შენც ხო იცი, პოლიტიკური ჟურნალისტი ხარ. 40 მილიონამდე რაც როგორც გავიგეთ ხაზარაძეს წამოუძახებია იმისთვის, რა ქვია, გვარამიასთვის პრეზიდენტთან. ხო ვერავინ ვერ იშოვიდა ამ ქვეყანაში. ეს ხო შემთხვევით 40 მილიონი დახარჯა? ეს ყოველ შემთხვევაში მე ესე გავიგე რომ ხაზარაძემ ესე უთხრა გვარამიას რომ მათ უფრო იციან რამდენი დახარჯეს. დაახლოებით ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები ხაზარაძესაც ექნებოდა დახარჯული. ეს ორი. ხაზარაძემ თავის ფული დახარჯა? აბა ვის სახს დახარჯავდა? წარმოიდგინეთ, რამდენი ფული დახარჯა, მათ შორის ხალხის მოსასყიდად. ანუ ეს არ არის მარტო რაღაცა ის ტელევიზიაში დახარჯული ფული. აი ხალხს არ იგებდი, არჩევნებზე რო არ იგებდი, ხალხი რომ მოკავდა. ამ ფულით წაართვეს, ანუ ბიზნესამ გადაუხადა გვარამიას ფული იმაში, რომ მიშასთვის წაერთვია ხმები, მარტივი ამბავია. ნაწილი ხმები მერე წაართვა ლელომ თავისი ფულით, ნაწილი თვითონ ქოცებმა, იმითი რომ მაგიცი დარწმუნებული ვარ, ბევრი ნაცკოორდინატორიდან დაწყებული მხარდამჭერებიც მოისყიდეს, მაგიტო მესამედია ნაცების ხმები ანუ თქვენ მანამდე არჩევნებამდე ამტკიცებდით რომ როგორ უნდა ვთქვათ რომ გვარამია ნაცია არ არისო გუშინ თუ ნაცი იყო დღეს ნაცია არ არისო და დღეს იძახით გაკეთდა ეს ერთმანეთთან წინამდებობაში არ მოდის კარგად თუ დაფიქრდე გვარამი ვერავის ვერ დაარწმუნებს რომ გვარამია ნაცია არ არის მაგრამ სწორედ ასეთი კაცი გჭირდება იმისთვის რომ ნაცების ხმები წამოიღოს და არა ისეთი კაცი რომელზეც ყველა მიცის რომ ქოცია გესმის? მაშინ ხო ვერ წამოიღებ ნაცების ხმას. სწორედ ამას ნიშნავს მოსყიდვა, რომ შენ ნაცების ხმები დააზიანო. მე რომ მიხვდნენ, რომ შარში აღმოჩნდნენ და ამ იმან არ იმუშავა, მე გასაგებია, რომ ყველამ რადიკალიზაცია ცადა, ისევ რომ არ შეტენოდათ ეს ყველაფერი, თორე აბა როგორ აღმოჩნდა დამფინანსებელი თავარი ოპოზიციური ძალის სანქცირებულთა სიაში. პირველი აქედან დავიწყოთ. გაუგებრობა არისო, კი. არა, ნუ ხა, იცით როგორ არის, მაშინ ბიზნესზე სანქცირებაც გაუგებრობაა. გესმით? ანუ თუ შენ რაღაცაზე გაუგებრობას იტყვი, იქ რაღაც არის, რაც შენც გაწყობს და შენც იბრძოდი ამისთვის. და უცბად შენ საქმეს უტეხავ სახელს. როგორც კი ამბობ, იქ რაღაცა გაუგებრობა არისო. ამას ჯობია გამოხვიდე და თქვა. ანუ თქვა სინამდვილეში რა პროცედურაში მონაწილეობდი. რა ღონისძიებები დაგეგმე კონცეპტთან ერთად. რა პირველი შემთხვევა იყო, რომ როდესაც მიშას ღალატობენ ამ ქვეყანაში, ყველა არჩევნების წინ ეს არ ხდება, მაგრამ ყველა მოგვიანებიდან საერთოდ არ აღიარებს ამას. ხო, ახლა მე მგონი, რომ რაღაცნაირად ქართველი ხალხიც პირველ რიგში უნდა დაფიქრდეს და უნდა ნახოს, რომ ერთის მხრივ აქ ქოცები, რომელიც გასაგებია, რომ თვითონ იყვნენ სოციალისტები, ვოუქები, ყველაფერი ანტიტრამპისტულს აკეთებდნენ მთელი 11 წლის განმავლობაში, მაგრამ ბოლო 1 წლის განმავლობაში რაღაცა რიტორიკების ზონაზე ქალი კაცი ამ შემდეგ რაღაცით ეცადნენ რომ დაემთხვიათ ტრამპის კამპანიისთვის. ოღონდ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ისინი რამეს მათ უნდათ რომ რამე ტრამპის სერიოზული გეგმა გადმოიღონ. იქნება ეს ძალაუფლების დათმობა რამე სფეროში. განათლება, ესა ფული, ესა ისა. არა, მათ უნდათ სადღეგრძელოებით დაემსგავსონ ტრამპს, მაგრამ შეინარჩუნონ იგივე რაც აქ ჰქონდათ. ოპოზიცია როგორ უპირისპირდება ამ ყველაფერს ტრამპის მოძულეთა ენით, ანუ იმენით, რითაც ტრამპს აგინებდნენ. როგორც ამერიკაში ხდებოდა, იმიტომ სხვა არ იციან. ანუ ჯერა ვერ შეძლეს გადაწყობა. მაგალითად, ჩერგო ცდილობს უკვე ტრამპს ეძახის იმას, ჟღალმინოს თუ რაღაცას. ნელ-ნელა რომ გადავიდეს დემოკრატიული პარტიის ცდილობს. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც წინა ადმინისტრაციასთან ჩვენ გვახსოვს, როგორ კოორდინაციაში იყო, ახლა იქ აღმოჩნდა, ხო? სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რომ ბევრი ლელოს ფული იშოვოს. და ბევრ ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა შესაბამისად. ну ახლა ლელოს ამორჩეველია და მინდა აფინანსებს თან ახლა ამერიკაში თავისი თქვარ დადის ლელოსთან ერთად ჩემს ანუ ამბობს რომ თავის ფულს ხარჯავს არ ჯერა მაგისი მე არც ის ამის არ ჯერა რომ სალომე ზურაბიშვილი თავის ოფისს ქირაობს ყველაფერს თავი დავანებოთ ეს ყველაფერი ძალიან გასაგებია კორუფციაშია პოლიტიკურ კორუფციაში რაცია ეს ქართულ პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია რასაც ახლა მე არა ქართულ პოლიტიკაში შეიძლება იყოს მაგრამ სახელი ხო ქვია ამას ყოფილი პრეზიდენტს რომელიმე პარტია თუ აფინანსებს ასე ამას რა ქვია მან სიტყვა ყოფილია მთავარი თვითონ მოქმედი გონია. ხო და ნუ ხა არ შევიდეთ ამაში. ჩემ პოზიცია ხო ისედაც იცით ამ ყველაფერთან და მე სხვა რამე მაწუხებს. მე ის მაწუხებს რომ იმის გამო რომ ეს ჩვენი პრეზიდენტიდან დაწყებული დანარჩენი ეს 4-5-9-25 პარტიები საერთოდ აზრზე ვერ მოდიან და აგრძელებენ იგივეს, რამაც უკვე ცენტრში ეს
ბუდეში, ამ ვოუქიზმის და აი ამის, რასაც ესენ წარმოადგენდნენ, იქ წააგო. და ჩვენ ახლა გვაქვს იმ კაცის იმედი, ვინც ამათ მოუგო. მაგრამ თანამედროვულად იმ კაცთან მივდივართ მისი მტრების ენით. და ქართული ოცნება ზოგადად საქმიანობით იყო მტერი. ტრამპის და ზურაბიშვილი იგულისხმება? ზურაბიშვილი მტერი ვერ იქნება ტრამპის. უბრალოდ ზურაბიშვილი არის ადამიანი ადმინისტრაციასთან თანამშრომელი. არა, ზურაბიშვილი არ წარმოადგენს იმდენს, რომ მტერი იყოს ტრამპისთვის. უბრალოდ გეუბნებით, რომ ვინც ტრამპისთვის მტერი იყო, იმათი ენით ელაპარაკებიან დღემდე. ხალხი, რომელმაც რიტორიკაც კი ვერ ჩამოაყალიბა, ვინ უნდა ელაპარაკოს? ჩვენ უნდა ველაპარაკოთ. ოპოზიციიდან მარტო აი მაგალითად ჩერგოლეიშვილი ფიქრობს, რომ ერთადერთი ლეგიტიმაცია ვისაც აქვს ხალხის, ეს არის ზურაბიშვილი და ზურაბიშვილმა უნდა ელაპარაკოს და დანარჩენი ოპოზიცია ყველა არის უკვე გადარეცხილი აი ამ პროცესებში. ჩერგოს გარჩევის დრო არ არის აქ, მაგრამ ჩერგო ხდება ხოლმე. ბოლოს და ბოლოს გახარია სამომრჩეველია და ახლა პრეზიდენტს მხარს უჭერ, უბრალოდ არაფერ შუაში არ არის ეს ყველაფერი. ჩერგოც მაგბანაკშია, რომელიც ადრე დემოკრატი იყო და ჰილარი კლინტონთან გადაღებული სურათებით მარიაჟობდა, ახლა წავიდა ამერიკაში, რომ ისიც ტრამპს შეეტენოს. იმაში ეთანხმებით, რომ გადარეცხულია მთელი ოპოზიცია? არა, ჩერგოს შეუძლებელია რაღაცაში არ დაეთანხმება. მაგალითად ჩვენი რიტორიკა იყო ჩერგომ გადაიღო ის რომ 4 პარტია არ უნდა იძახო თუ შენ იძახი რომ არჩევნები გაყავდაო. ანუ ის რომ ჩერგო როგორც იქცევა მედიასთან მე შეიძლება ვეთანხმებოდი რაღაც ნაწილს შემას მაგრამ არ წყალობენ არც თქვენ და არც იმას. ხო მაგრამ აი იცი როგორ არის რომ განსხვავებაც არსებობს გესმის ჩერგო მათი ნაწილი იყო. წინა არჩევნებზე ახლა რაც გვარამიამ გააკეთა ჩერგოს აქ გაკეთებული 2016 წლის არჩევნებზე გესმით კეზერასთან ერთად და ახლა უბრალოდ გასაგებია რომ ის თამაშგარეთ დარჩა და ვიღაცას ეჭხუბება. თქვენ ახლა აი ამ განცხადებებით მოსახლეობა აი მე რო ვიყო ახლა მაყურებელი ვიფიქრებდი რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ იმსახურებს ხო რომ ხმა მივცე და ჩვენს გარდა ხო ანუ ამას აკეთებთ. მაგას ვაკეთებ კი რა მართლა ეგ იყო იმიტომ რომ მართლა ერთადერთი პარტია ვართ რომელსაც ის პროგრამა ჰქონდა რითაც მოიგო ტრამპმა ამერიკაში. რომ ვინ ამბობდა განათლების სამინისტროს გაუქმებაზე ჩვენს გარდა. უბრალოდ ვინ ამბობდა რუსეთს გვაკრიტიკებდნენ და ლანძღვაგინების კორიანტელი რომ მოგვიწყვეს კვოტებზე. დღეს რატო არ ლაპარაკობენ? მივიდნენ აბა ტრამპის ადმინისტრაციასთან და კვოტებს აუქმებს ჯარიდან დაწყებული ყველგან. ამას ოპოზიცია ამბობდა ხელისუფლებამ გააუქმა ხო თქვენთან? ხელისუფლებამ მიიღო არ დაგავიწყდეთ. გადაწყვეტილება ხო მაგრამ მე საკონსტიტუციო სასამართლო წავაგე და იქ მოპასუხე ხელისუფლება იყო. ხო და მის მაგას გეუბნები რომ შეთანხმება მოახდინეთ ხო თქვენ 20 ხო და ნახეთ მაგას გეუბნებით რომ 11 წელი მოუქები იყვნენ და დაინახეს რომ მე 12 წელს დაინახეს რომ რაღაცა სხვა ხდება სამყაროში და რიტორიკის დონეზე მხოლოდ გადმოვიდნენ ოპოზიცია რიტორიკის დონეზეც დარჩენილია ხო და მე მინდა რომ ტრამპმა ჩვენზე საერთოდ ხელი არ ჩაიქნიოს უბრალოდ საჯარო სივრცეში მეინსტრიმ მედიაში გაჩნდეს დისკუსია იმასთან დაკავშირებით ამერიკაში რას აკეთებენ და ჩვენ იქიდან რამე უნდა გადმოვიღოთ თუ არა თუ ტრამპი განათლების სამინისტროს აუქმებს ჩვენი განათლების სამინისტრო კიდევ უფრო მსხვილდება ახალ კომისიებით ეს ტრამპის ნაბიჯია თუ მათი მოწინააღმდეგე დემოკრატების ნაბიჯია და ქოცების სიტყვით იძახიან რომ ჩვენ ტრამპისტები ვართო საქმით დემოკრატები არიან და რა უნდა ბოლოსკენ მინდა კითხოთ ცნობილი არის რომ ერთადერთმა პოლიტიკურმა პარტიამ თქვა აი ამ არჩევნების შემდეგ თანხებზე უარი დანარჩენები იღებენ ხო ეს თანხები უკვე წამოვიდა ბიუჯეტიდან თქვენ ვიცი რომ ერთ-ერთი ის პარტია ხართ ვინც უნდა მიიღოთ წარმოდგენა არა გაქვთ მაინტერესებს პირობა იყო რომ ისინი უნდა დავაფინანსოთ დაკავებულები და აქციის მონაწილეები და აქედან გამომდინარე მაინტერესებს არა ჩვენ თავიდანვე ვთქვით რომ ერთადერთი პარტია ვიყავით ვინც თქვა რომ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის მნიშვნელოვანია ის რომ ადამიანებმა არაფერი მისი არ აღიარონ თუ დანარჩენი პოლიტიკური პარტიები იზამდნენ ამას მაშინ ჩვენ მზად ვიყავით რომ იგივე გავკეთებინა და ეს ქონდა შეთანხმებული ჩვენს აქციონერებთან ესე რომ ვთქვათ ვიზეც თანაბრად ნაწილდება ეს ფული მაგრამ იცით რომ ერთი პარტიის გარდა ყველა პარტიამ ამ არც ერთმა პარტიამ ამაზე უარი არ თქვა იმ ერთმა პარტიამაც იმიტომ რომ თქვა რომ სხვანაირად ქონდა ეს ფული გადაზღვეული და სწორედ ამას მოყვა ეს დისკუსია როგორც ჩემთვის არის ცნობილი რომ შენ აბა საიდან მოიტანე 40 მილიონი ჩვენს ფულებს რომ ითვლიო. ხო და აქედან გამომდინარე მე მგონი ჩაირიცხა თუ არა არ ვიცი ეს ფული, მაგრამ ამ ფულთან დაკავშირებით ყველა პარტიას თავის გაწყვეტილება მიღებული აქვს. ჩვენ არასდროს ამ ფულს ხელს არ ვყიდებდით, ჩვენ აქციონერებს უნაწილდებდით და ახალც ეგრე მოხდება. მადლობა იაგო რომ მოხვედრა მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა და ირაკლი გოგავა შემოგვერთა პოლიტოლოგი სამომშვიდობისა. მადლობა რომ მოხვედით. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. გახდა ტრამპი პრეზიდენტი. რას უნდა ველოდოთ ჩვენ? შესანიშნავია რომ გახდა პრეზიდენტი, როგორც იქნა. პირველი მნიშვნელოვანი არის რომ იდეოლოგიური პარადიგმა იცვლება. მან უკვე მოაწერა ხელი დელიბერალიზაციას, ასე ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სტრუქტურების. გააუქმა 78 ბაიდენის მიერ ხელმოწერილი ლიბერალური დირექტივები.
გამოაცხადა რომ კაცია ქალია, ანუ ეს გენდერული დღესასრიგი მოხსნა დღესასრიგიდან საერთოდ გააუქმა, LGBT დღესასრიგი გააუქმა და დაუბრუნდა შეერთებული შტატები ტრადიციულ კურსს. თუმცა ეს არნიშნავს იმას, რომ ეგ რაღაც ეს ეპისკოპოსმა რომ მოუწოდა ეგ სერვისზე ანგლიკანურ ეკლესიაში, რომ რა ხალხს ეშინია და ძალიან გყოლთ რომ გამოიჩინოთ მათ მიმართ ეს არ მგონია რომ იქ რაღაცა დევნა და რაღაცები დაიწყოს ვინმეს ორიენტაციის მიუხედავად მაგრამ ეს ხალხი და მათი ლობისტური ჯგუფები რა თქმა უნდა ხელისუფლებასთან არ იქნებიან დაშვებული. ეს გადმოვა ახლა ეპიდემიასავით ევროპაზეც, ეს გადმოვა ჩვენზეც, თუმცა ჩვენთან განსაკუთრებული ვითარება ოცნების ხელისუფლებამ განსაზღვრა წინასწარ გაანალიზა და ფსონი დადო პირდაპირ ტრამპის მოგებაზე, პირდაპირ ვთქვათ. ეს რა თქმა უნდა რისკებს შეიცავდა საერთოდ ამერიკულ არჩევნებში და ამერიკულ ორძალას შორის დემოკრატებს და რესპუბლიკელებს შორის ზოგადად კონტრპროდუქტიულია ფსონის დადება და მხარის არჩევა, მაგრამ როგორც ჩანს ყველანაირი გათვლით ივანიშვილს არ ქონდა სხვანაირი უკეთესი სვლა, ამიტომ მან ფსონი გააკეთა ტრამპის გამარჯვებაზე, კონსერვატორების და ტრადიციონალისტების გამარჯვებაზე იმ ფონზე, როდესაც მთელი ევროპის ეს ლიბერალური კლასტერი და ელიტა აწვებოდა პირველი შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებას, რაც გულისხმობდა სუვერენიტეტის გადაცემას, იქ სასამართლოს დათმობას, პროკურატურის დათმობას, მთელი რიგი CSKO-ს დათმობას და განათლების სფერო ისედაც წაღებული ჰქონდათ მანამდეც და გვიშტამპავენ ამ ზომბირებულ ახალგაზრდებს. ამიტომ გათვლამ გაამართლა, გამარჯვებულებს არასამართლებენო ასეთი გამოთქვა, ეხლა საჭირო იქნება დალაგება უკვე ურთიერთობის და კონსტრუქციის აგება თანამშრომლობის. მაგრამ ამერიკა და საქართველო ხა განუზომელი სიდიდეების მოცემულობა ორი ქვეყანა, ერთი ძალიან პატარა, მეორე მსოფლიოს უდიდესი, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ უფრო გაძლიერდება ტრამპის მოსვლის შედეგად. ჩვენ რაც შეგვეხება, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ტაქტიკური რაღაც ცვლილება შეიძლება რომ გავაკეთოთ ხელისუფლებას გულისხმობ პირველ რიგში, მაგრამ გლობალური შეთანხმების გარეშე საქართველოს საკითხი არ გადაწყდება. რაც ნიშნავს ეს გლობალური შეთანხმება? ეს არის შეთანხმება, რომელიც დიდ მოთამაშეებს შორის შედგება. ძირითადად ეს იქნება სავარაუდოდ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ მოქმედი წევრები, 5 ქვეყანა, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი. მაგრამ უფრო რეალისტური რო ვიყოთ ტრამპის ფაქტორის გათვალისწინებით, სავარაუდოდ ეს შეთანხმება შედგება სამეულში, სამკუთხედში, ეს არის ჩინეთი, შეერთებული შტატები და რუსეთი. რატო? განსხვავება ის ბრიტანეთის და საფრანგეთის ამოგდება, რატო ხდება? იმიტომ რომ შეერთებულმა შტატებმა ტრამპის ბანაკმა, ამერიკის ნაციონალურმა კაპიტალმა გააკეთა გათვლები, რომ გლობალისტური პროექტის განხორციელებაში მათ არავინ არ ჭირდებათ პრინციპში, გარდა ჩინეთის და რუსეთის. და ესე იგი რუსული სიტყვა ესეთი ნახლებნიკი. აი ეს ბრიტანეთი და საფრანგეთი არაფერს არ მატებს შეერთებულ შტატებს თავისი ეს პაქს ამერიკან ამერიკული გლობალისტური სამყარო თვითონ შეუძლია დაალაგოს. ოღონდ რა თქმა უნდა ამ ჩინეთთან და რუსეთთან შეთანხმებით. რაღაცა ფაქტორები იქნება გათვალისწინებული უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ქვეყნების პირობებში, ეს ინდოეთი დაუშვათ, თურქეთი, გერმანია, მათ შორის საფრანგეთსაც რაღაცა ფაქტორებს გაითვალისწინებენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტია, რომ წავიდა კონფლიქტზე, კონფლიქტი არის დიდ ბრიტანეთთან, პირველ რიგში დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობასთან, ეს არის კანადის საკითხი. მეორე კონფლიქტი არის დანიის მონარქიასთან, რომელიც არის გრენლანდიის საკითხი, ხო? ამიტომ მთელი ამ სიტუაციიდან მთავარი ლუზერი იქნება რა თქმა უნდა ევროპა, ევროკავშირის პროექტი როგორც ასეთი, იმიტომ რომ ამერიკის ინდუსტრიალიზაცია, რასაც ტრამპი აპირებს, ხო, ქარხნები დააბრუნოს. ეს მოხდება პირველ რიგში მექსიკის ხარჯზე, მეორე რიგში ევროპის ხარჯზე და მხოლოდ მესამე რიგში ჩინეთის ხარჯზე. აი ამ პროცესების ფონზე ჩვენს მოხდება შეთანხმება ამ სამეულში
იმიტომ რომ გეოპოლიტიკას აქვს თავის კანონზომიერები, იქ არ შეიძლება რაღაცა შეიძლება ლიდერის ფაქტორმა რაღაცა ცვლილებები მოახდინოს, მაგრამ ზოგადი გეოპოლიტიკა მაინც მუდმივია, ინტერესები ასევე მუდმივია, შესაბამისად ამ სამკუთხედში როგორ დაალაგდებიან, ამას დრო გვიჩვენებს. ისე როგორ უნდა დაალაგდეს, რომ აი რასაც თქვა ქართული ოცნება აცხადებს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი დავიცვათ, რაღაც ღირებულებები დავიცვათ და თან დასავლეთისკენ იყოს ქვეყნის კურსი და რასაც ამბობენ, რომ 2028-ში და შევიდეთ და 30-ში გავაკეთოთ უпроსტად განაცხადი და 30-ში შევიდეთ ევროკავშირში. ეს ყველაფერი ერთად როგორ უნდა მოხდეს? ხო, ეს რა თქმა უნდა, კი, ამას კი იძახის ეს ხელისუფლება, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არის ფანტომი და ბლეფი. ბლეფი არა იმიტომ რომ ვიღაცას მოტყუება უნდათ, იმიტომ რომ რეალურად ჩვენი ევროკავშირში წევრობა ევროკავშირს არ აქვს გადაწყვეტილი და არც არასდროს არ ექნება. ისინი არასდროს არ გეგმავდნენ ჩვენს მიღებას ევროკავშირის წევრად, ეს იყო მხოლოდ სატყუ არა იმისთვის, რომ გაგვაკეთებინონ ის, რაც მათ ინტერესებში არის. და გვაკეთებინებდნენ კიდევაც, შესანიშნავად დაალაგეს აქ ეკონომიკური ბენეფიტები, აგერ ჩვენი მუშახელი გაყავთ 100,000-ობით ევროპა თავის ეკონომიკას. თუ ჩვენი ქვეყანა და ეკონომიკურად ძლიერი იქნება და იქნება ეს პარამეტრები, რატო არ უნდა უნდოდეს ევროკავშირს, რომ იქ ვიყოთ? არ ჭირდება საქართველოს, იმიტომ რომ ევროკავშირი პირველ რიგში, ევროკავშირის კონცეფცია ეს არის საერთო ბაზარი. ახლა საქართველოს 3 მილიონიანი ბაზარი მათთვის საინტერესოა არ არის, ხო? განსაკუთრებული რა უნდა შესთავაზოს. ჩვენზე პატარა ქვეყნებიც ყავთ, ხო? იგივე მალტა 130,000-ია. კი, მაგრამ ის იქ არის გეოგრაფიულად იქ არის. მაკრონმა ეს თქვა, როგორც კი უკრაინის ომი დაიწყო, შეიცვალა გეოპოლიტიკა, გეოგრაფია სხვა და გეოპოლიტიკა სხვანაირია, ამიტომ საქართველოსზე და საქართველოსზე ყოველ შემთხვევაში მან განაცხადა, რომ შეიცვალა რეალობა თქვენთვის. მე ეს აღარ გაუმეორებია, მაგრამ იცით რა არის, თან ახლა ევროკავშირი და ბრიუსელი დღეს არის ულტრალიბერალების კონტროლის ქვეშ, ხო, ეს შარლ მიშელი, ფონ დერ ლაიენები და ეს ბორელი კი წავიდა, მაგრამ ეგ ხალხი სულ არიან სუპერმდიდრები, ევროპელი სუპერმდიდრების კონტროლ ქვეშ, ხო, რომელსაც ტრამპი ეომება პირდაპირ. დიდი ბრიტანეთი ახლა რატო დაეტაკა დიდ ბრიტანეთს, ხო, ელონ მასკი. დაეტაკა, იმიტომ რომ 12 სპეცსამსახურის თანამშრომელი გააგზავნეს ტრამპის წინააღმდეგ მუშაობდნენ საარჩევნო კამპანიაში. მაშინ აი რა შეიცვლება ირაკლი, მაშინ ესე გასაგები რომ გავხადოთ უფრო. აი ტრამპის მოსვლა გაგიხარდა თქვენ, უნდა და საქართველოს ხელისუფლებასაც რა იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის მაშინ? ჩვენ თუ დიდი მოთამაშეები შეთანხმდებიან ჩვენი რეგიონის თაობაზე, ეს იქნება ჩვენთვის ყველაზე მისაღები. ახლა რაზე უნდა შეთანხმება, რა თქმა უნდა, ადგილობრივი განწყობების გათვალისწინებით ხდება. დიდ მოთამაშეები, როდესაც შეთანხმდებიან, ადგილობრივი მოსახლეობის განწყობებს ითვალისწინებენ. ჩვენთან განწყობა არის როგორი? აი მაგალითად, კი, რაღაცა ნახევარს მოსახლეობის შეიძლება მეც უნდა რაღაც ევროკავშირში, ხო? მაგრამ ეს ევროკავშირში უნდა თვითმიზანი კი არა რაღაცა ორგანიზაციის წევრობა, არამედ კეთილდღეობისთვის. და რო ეკითხები, რომ აიცი რა, გინდა ევროკავშირში თუ ამას ახრავს LGBT დღის წესრიგის მიღების ვალდებულება, მაშინ მხოლოდ 12%-ს უნდა ის ევროკავშირი. ანუ ეს ლიბერალური კასტა რაც არის. შესაბამისად, აქ ცალსახად არ არის ეგ სიტუაცია. მეორე არის კარნეგის ცენტრის, ევროპის კარნეგის ცენტრის ჩატარებული კვლევა, 3 წლის წინ ჩაატარეს კვლევა. ქართველებს ეკითხებიან, ერთის მხრივ რო იყოს ევროკავშირის და ნატოში წევრობა და მეორე მხრივ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელს აირჩევთ, ასარჩევად რო იყოს. 78% პასუხობს რომ ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ, რასაც ესენი გვიცხადებენ, ესე არ არის რეალობა. ქართული ხალხი ცოტა სხვანაირად და ბრძნულად და ჭკვიანურად ფიქრობს. ეხლა ჩვენ რა გვინდა? ჩვენ გვინდა ეკონომიკური კეთილდღეობის გარკვეული დონე. ეს ჩემი აზრით ეს არის $20,000-22,000 ნომინალი ერთსულ მოსახლეზე ეკონომიკა, დღეს გვაქვს 8,000 რაღაცა. ანუ უნდა გასამაგდეს, მინიმუმ გაორმაგდეს და გასამაგდეს ეკონომიკა, ნუ იქ პიპ მსყიდველობით უნარიანობით შეიძლება მეტი მივიღოთ რეალობის გათვალისწინებით და ამ შემთხვევაში ჩვენ შევწყვეტ უკვე ვიყოთ იაფი მუშახელის ბაზა ევროპისთვის და სხვა ქვეყნებისთვის. ახლა რუსეთშიც მუშაობენ ქართველები, ევროპაშიც არიან, ამერიკაშიც და შეწყდება ემიგრაცია.
მოძლიერდება ეს ქართული ეკონომიკა და საშუალება გვექნება რომ დავაფინანსოთ ისეთი სფეროები, რაც ადამიანის ჰუმანიტარულ განვითარებას ნიშნავს. ხო, ეს არის თეატრი, კულტურა, განათლება, ჯანდაცვა, ანუ ის სფეროები, რომელსაც პირდაპირ ფული ასე ვთქვათ არ მოაქვს. მაგრამ ამისთვის გჭირდება შენ ძლიერი მრეწველობა, ძლიერი სოფლის მეურნეობა, გადამუშავება, ტრანსპორტის სფერო, კომუნიკაციები, ფინანსური სფერო. აი ეს ყველაფერი უნდა აეწყოს იმისთვის, რომ ადამიანს განვითარების საშუალება ჰქონდეს. თორე ხა ქარხანა და ავტობუსი და ტრაილერი ოცნება არ არის, ხო ჩვენი. მანდა მაინც კარგი არ არის გამონაბოლქვია. აი ეს გეგმა უნდა აეწყოს და მე ვფიქრობ, რომ გაითვალისწინებენ ამას. იმას რომ საქართველოს განწყობა არის ესეთი და არა მარტო საქართველოს, სომხეთის განწყობაც ესეთია, რომ ყველა ვექტორის მიმართ ვიყოთ გახსნილები. არ უნდა ვიყოთ ჩვენ ჩაკეტილები, გინდა თუ არა ერთი მიმართულებით, აი ცხენებს რო შორებს დაუკიდებენ აქ და სხვას ვერ ხედავენ. იქ ევროპასთანაც უნდა გქონდეს ჩვენ კარგი ურთიერთობები, სავაჭრო ურთიერთობები, კულტურული ურთიერთობები, აღმოსავლეთთან, დასავლეთთან, ჩრდილოეთთან, ყველა მიმართულებით. რატო უნდა ჩავიკეტოთ? კიდე ვიცით რა მაინტერესებდა, როდესაც აი არაერთი სენატორი თუ პოლიტიკოსი ამერიკის შეერთებული შტატებიდან იგივე ულსონი რომ ყოველდღიურად აკეთებენ განცხადებაზე ხდება საქართველოს საკითხის ესე გამოტანა, თუ ასეთი მნიშვნელოვანი არის საქართველოს მათთვის, რატომ არ გამოდის აი ტრამპისგან ჯერჯერობით არაფერი არ მოგვისმენია და ისიც არ ვიცით როდის მოხდება, ხო? ასეთი მნიშვნელოვანია საქართველოს საკითხი თუ ხელოვნურად ხდება აი ამ საკითხის აწევა? მე ახო მაგ ერთი ახსნა სავარაუდოდ რომ ამ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა მიიღეს ასე ვთქვათ ამერიკის მოქალაქეებმა ტრამპის საარჩევნო ფონდში შეიტანეს გარკვეული თანხები ალბათ. ხო, სხვა ახსნა არ აქვს. მაგრამ ეს ყველაფერი გამოჩნდება ძალიან მალე გამოჩნდება და ასე საქართველოს საკითხი ცალკე ვერ გადაწყდება. ეს მე ისე ვამბობ, რომ უნდა გადაწყდეს, იმიტომ რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები დაიწყება მოლაპარაკებები, ტრამპიც ითხოვს, რომ მალე შევხვდები პუტინსო, ისიც თანახმარი და უკრაინის თემა არის მოსაგვარებელი და აი შევხედოთ ყოველთვის რუსეთის პოზიციიდან ახლა რომ გაანალიზო, ხო, რას ეთქვის კრემლი თეთრ სახლს. რომ მე მინდა უსაფრთხოების პერიმეტრი, ეს ნატოს გაფართოება უნდა შეჩერდეს. შეიძლება აი ამ კონტექსტში თუ რაღაცეები დაალაგდა და გასწორდა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც რაღაცნაირად გადაწყდეს აი ამ საკითხში. გადაწყდება, რასაც ამას იტყვის ჩინეთი და ინდოეთი. რომ სამხრეთ კავკასიაში დებლოკაცია მოხდეს კომუნიკაციების, რაც შეუძლებელია კონფლიქტების მოგვარების გარეშე. ეს უდაოდ დღის წესრიგში არის და მე ეხლა იქ აფხაზეთში მომხდარი რაღაცების გამო გადააყენეს ეს ბჟანია ერთი თვით გადაიწია, მაგრამ ეს აქტიურად მარტიდან უკვე 15 თებერვალს აფხაზეთში არჩევნებია პრეზიდენტის, ნუ პირველ ტურში ვერ აირჩევენ და ორი კვირის მერე, ანუ 1 მარტს არის მეორე ტური და მარტში უკვე ეს თემები უნდა დაიძრას. ლოგიკა, გეოპოლიტიკური ლოგიკა ანუ ხაზი იქითკენ მიდის, რომ რაღაცა უნდა მოხდეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აი ნახეთ, რუსეთი აუცილებლად მოსთხოვს ტრამპს მისი პერიმეტრის უსაფრთხოებას. ეს ნიშნავს უსაფრთხოება, რაც ნიშნავს, რომ ნატოს გაფართოება უნდა გაჩერდეს და ამის შესახებ გამოცხადდეს. აი ეს ასევე ნიშნავს, რომ უცხო ნატოს ჯარები არც უკრაინაში, არც მოლდოვაში, არც საქართველოში, არც აზერბაიჯანში, არც სომხეთში არ უნდა განთავსდეს. ეს იქნება რუსების მთავარი მოთხოვნა, რაც გააჟღერეს კიდევაც 21 წლის ნოემბერში. ხო, მთელი მოთხოვნა 97 წლის საზღვრებს დაუბრუნდეთ. ამას ისინი ვერ დათმობენ, იმიტომ კი არა, რომ არ უნდა თან რაღაცა გეოპოლიტიკური მოცემულობა მათთვის რისკებია, უსაფრთხოების რისკები, რომელსაც ისინი თვლიან. კარგი, ცუდი, აქ ანგელოზე არავინ არ არის ამ პლანეტაზე, ეს დიდი სახელმწიფოები, ყველა იმპერიული შემადგენელით არის. ეხლა ტრამპმა უნდა გადაწყვიტოს ეგა და ტრამპი როგორც ჩანს ამაზე წამსვლელი არის, იმიტომ რომ მას აქვს სხვა პრიორიტეტები. ეს პრიორიტეტები არის ეგერ ჩინეთი, მზარდი ჩინეთი, საოცრად მზარდი, რომელიც კონკურენციას უწევს უკვე საოკეანეო სივრცეებში, ეგერ პანამის არხს მაგიტომაც დაეტაკა. ამიტომ ამ სოუში, მაგრამ ამერიკას ჩვენ უნდა მივაწოდოთ ჩვენგან ესეთი პოზიცია, ხო, აზერბაიჯანთან ერთად, სომხებთან ერთად. რომ ჩვენ ესე იგი არ გვინდა რომელიმე ესე იგი გავლენის სფეროში ყოფნა და ვიღაცის ქვეშ ყოფნა და გუბერნიათან რაღაც. ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს სამხედრო ნეიტრალიტეტის ადგილი, სადაც ყველა თანამშრომლობს ეკონომიკაში.
კულტურაში, ჰუმანიტარულ სფეროში. აი ეს არის ჩვენთვის ოპტიმალური და მეგა ეკონომიკურებში გაერთიანებებში ჩვენი წევრობა და სუვერენიტეტის კიდევ უფრო დათმობა ეს არის ძალიან ცუდი ჩვენთვის. არ არის სასარგებლო, გაცილებით მეტ სარგებლოს ნახავს საქართველოს, თუ ვიქნებით ყველასთან კარგი ურთიერთობა, სავაჭრო ურთიერთობები თუ სხვა სახის ურთიერთობები. მადლობა ირაკლი, მოხდა და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ირაკლი გოგავას უსმენით, პოლიტოლოგს, ორშაბათს შევხვდებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, კარგად წავიდეთ.